სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის პირველ კვარტალში 175 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 34%-ით ნაკლებია 2014 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე. უცხოური ინვესტიციებით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია 34%-ით, მეორეზე თურქეთი 15%-ით, ხოლო მესამეზე რუსეთი 13%-ით. თუმცა თურქეთიდან ინვესტიციების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 მილიონი დოლარითაა შემცირებული. ინვესტიციის მნიშვნელოვანი კლებაა გაერთიანებული სამეფოდან და ნიდერლანდებიდან. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 156 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83%-ია. მეორე ადგილზეა მშენებლობა 24 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე სამთო მოპოვებითი მრეწველობა 18 მილიონი დოლარით. საბანკო სექტორში 2015 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და 18 მილიონი დოლარი შეადგინა.